ნაწარმოები, სადაც მკითხველი ცნობილი პერსონაჟის ბავშვობის წლებში ბრუნდება. საბავშვო მწერალმა ენდრიუ ლეინმა ნაწარმოების შექმნაზე თანხმობა თავად არტურ კონან დოილის ლიტერატურული მემკვიდრეებისგან მიიღო. ცნობილი წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე თავად ბრიტანელი ავტორი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის და ბრიტანეთის საბჭოს მოწვევით ჩამოვიდა. ენდრიუ ლეინი სერიის მეხუთე წიგნზე მუშაობს, რომლის გმირებსაც საქართველოში, კერძოდ კი ბარძიაში ამოგზაურებს. დეტალები ნახეთ ინგა მარტინენკოს სიუჟეტში. Oh, how I've missed you, Holmes. Sherlock Holmes-ის ისტორია გრძელდება, ან უფრო სწორად იწყება. მხოლოდ მწერალს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ ზრდასრულ ლიტერატურულ პერსონაჟსაც კი შეიძლებოდა ქონოდა ბავშვობა. Sherlock Holmes-ის სიყრმისეული წლების გარშემო ვითარდება ენდრიუ ლეინის წიგნი ახალგაზრდა Sherlock Holmes-ი. არტურ კონან დოილის შემოქმედების ღირსეულმა გამგრძელებელმა მთელი სერია შექმნა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პერსონაჟის ბავშვობაზე. გამიმართლა, რადგან კონან დოილის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე უფლებამოსილმა პირებმა ნება დამრთეს ჰოლმსის ბავშვობაზე დამეწერა. მინდოდა გამეგოთ თუ როგორი იქნებოდა ჰოლმსი მანამ, სანამ მას დოილი მსოფლიოს გააცნობდა. ვინ იყვნენ მისი მეგობრები, მშობლები, როგორ შეიძლებოდა გამოგვემუშავებინა ის თვისებები და აზროვნება, რომელიც მოგვიანებით გამოავლინა. სადისწავლო, ფარიკაობა, თუნდაც ვიოლინოზე დაკვეთა. იმისათვის, რომ ლიტერატურული გმირის ბავშვობა აღეწერა, კონან დოილისეული ჰოლმსის ფსიქოლოგია შეისწავლა. სწორედ მისი აღწერითა და ლიტერატურული დეტალების გათვალისწინებით დაწერა პირველი წიგნის სიკვდილის ღრუბელი. ეს იყო ერთდროულად იოლიც და რთულიც. წერო ცნობილ პერსონაჟზე ადვილია, რადგან ერთი შეხედვით ბევრი იცი მასზე, მაგრამ განავრცო და გამოიცნო ის თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ის ბავშვობაში, ეს რთულია. ზუსტად ისეთი ბავშვობა უნდა შემექმნა, როგორც მას შეიძლებოდა ჰქონოდა. Sherlock Holmes. ამ სახელის გაგონებაზე ყველას თვალწინ ლაბადამოსხმული იდუმალი მამაკაცი წარმოუდგება, ინგლისური ქუდითა და ჩიბუხით ხელში. Sherlock Holmes-ის სახე მე-19 საუკუნის მიწურულს შეიქმნა. პროფესიით ექიმა კონან დოილმა წერა უკიდურესი სიღარიბისგან თავის დასაღწევად დაიწყო. 1887 წელს მას პირველმა წიგნმა აღიარება მოუტანა და დეტექტიური ჟანრის კლასიკოსად აქცია. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში დაბეჭდილი წიგნის პრეზენტაცია გუშინ საღამოს მარჯანიშვილის თეატრში შედგა. Sherlock Holmes იყო გამოძიებელი და ბევრ რამეს იძიებდა. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მოიწვია ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად ბატონი ენდი ლეინი, რომელიც არის საერთაშორისო ბესტსელერის ახალგაზრდა Sherlock Holmes-ის ავტორი. ჩვენ გვინდა რომ ქართულ ახალგაზრდა თაობას რაღაცნაირად დავეხმაროთ თანამედროვე ბრიტანული კულტურის ახლოსგაცნობაში. ერთდღიანი თბილისური ვოიაჟი შთაგონებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. დღეს იგი ვარძიაში გაემგზავრება. სურს, რომ კლდეში ნაკვეთი ქალაქი საკუთარ წიგნებშიც აღწეროს. ინტერნეტით პირველი რაც ვნახე ვარძია იყო. ვერაფრით ვიჯერებ, რომ შეიძლება სადმე არსებობდეს ასეთი საინტერესო ადგილი. მე აუცილებლად გამოვიყენებ მას შეხს მომავალ წიგნში. მინდა ჩემი პერსონაჟები საქართველოში ვამოგზაურო. ენდრიუ ლეინი თბილისში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება. მომავალში კი საქართველოს ისევე ესტუმრება, სამოგზაუროდ და წიგნისთვის ახალი ემოციების დასაგროვებლად.